პოლიტიკური გაერთიანება ძალა ერთობაშია. ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ქალაქის ორი უბნის ამომრჩეველს შეხვდნენ. ისინი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ადგილობრივები კი მთავარ პრობლემად წყალგაყვანილობას და მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემას ასახელებენ. საჭიროებო საკითხებია ზესტაფონში ძალიან ცუდად არის საქმე მოგეხსენებათ და ერთადერთი გზა მე მოკლედ ვიტყვი და კონკრეტულად ერთადერთი გადარჩენის გზა არის აი ეს და ხუთიანი. 2016 წელს დახარჯეს 4 მილიონი ლარი უნდა ჩაბარებულიყო წყალით გაყვანილობის სისტემა ააშენეს და აიხარჯა ეს თანხა, თუმცა 2016 წლიდან დღემდე 3 წლის განმავლობაში ერთი წვეთი წყალი არ მოდის ამ ადამიანების კრანში. ეს მიუთითებს ამ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობაზე, არაფრის მაქნისობაზე და კორუფციის დიდ ნიშნებზე. ყველაზე მძიმე განწყობების თვალსაზრისით, რაც თვალში საცემად ხელშესახებად ხდება უკვე ზესტაფონში არის შემდეგი: უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე მთელი ზესტაფონი არის მივიწყებული ხელისუფლების მიერ და ამ ყველაფერს სჭირდება ერთადერთი რამ: ცვლილებები.